UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია ტოფურია სახლს ყიდის. ელ მატადორი მადრიდში მდებარე სახლში ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან ერთად ცხოვრობდა და მისი ფასი 3.5 მილიონი დოლარია. MMA-ის ცნობილმა გვერდებმა ელ მატადორის გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ აუდიტორიას პოსტებით აცნობეს. ერთ-ერთ მათგანს არმან ცარუკიანი გამოეხმაურა. სომეხმა მებრძოლმა იხუმრა და აღნიშნა, რომ თუ ილია მას ეჩხუბება, მზად არის ზემოთ ხსენებული სახლი შეიძინოს. ბოლო პერიოდში აშკაროდ თვალშისაცემია არმან ცარუკიანის ქცევა ილია ტოფურიასთან მიმართებაში. იგი სისტემატურად აკეთებს მწვავე განცხადებებს, ცდილობს მედიის ყურადღების მიპყრობას და პირდაპირ თუ ირიბად ილია ტოფურიას გამოწვევას. ეს ბუნებრივ კითხვას აჩენს, რატომ იქცევა ასე ცარუკიანი? ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უბრალო სპორტული ამბიცია იყოს, რომელსაც სურს უმაღლეს დონეზე დამკვიდრება. ილია ტოფურია დღეს UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ჩემპიონია. მასთან დაკავშირება ავტომატურად ნიშნავს ყურადღებას, ტიტულთან სიახლოვეს და კარიერულ ნახტომს. ამ კონტექსტში ცარუკიანის ქცევა სრულიად პრაგმატულად გამოიყურება. თუმცა, მეორე მხარე უკვე უფრო პრობლემურ სურათს აჩვენებს. როდესაც მებრძოლი მუდმივად ერთ კონკრეტულ ფიგურაზეა კონცენტრირებული, აკეთებს პერსონალურ და აგრესიულ განცხადებებს და თითქმის ყველა გამოსვლაში მისი სახელი ახსენდება, ეს ჩვეულებრივ ამბიციას ცდება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს შეპყრობილობასთან, სურვილთან დაამტკიცოს საკუთარი ღირებულება სწორედ ერთი კონკრეტული ადამიანის დამარცხებით. არსებობს კიდევ მესამე, ყველაზე რეალისტური ვერსია – შოუ და მარკეტინგი. UFC-ში სპორტული შედეგები ხშირად საკმარისი არ არის. ყურადღება, ხმაური და კონფლიქტი ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამარჯვებები. ნაკლებად პოპულარული მებრძოლებისთვის ყველაზე სწრაფი გზა ფართო აუდიტორიამდე სწორედ დიდი სახელის გამოყენებაა. ილია ტოფურია ამ ეტაპზე იდეალური სამიზნეა: ჩემპიონი, ქარიზმატული, მედიისთვის მიმზიდველი და მუდმივად ყურადღების ცენტრში. ამიტომაც ცარუკიანის ქცევა შეიძლება აღვიქვათ როგორც გათვლილი სტრატეგია. რაც უფრო ხშირად ახსენებ ჩემპიონს, მით უფრო ხშირად გახსენებენ შენს. ეს UFC-ს რეალობაში ახალი არაფერია და ბევრმა მებრძოლმა სწორედ ასე გაიკვალა გზა დიდ ბრძოლებამდე. არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ გეიჯისა და ილია ტოფურიას ჩხუბის გამართვას არანაირი აზრი არ აქვს. ილია ტოფურიაზე საუბრისას ხაზს უსვავს, რომ პიმბლეტიც და გეიჯიც მასთან შედარებით ბევრად დაბალ დონეზე არიან. მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, ილია ტოფურიას მიმართ აშკარა პატივისცემას გამოხატავს. მას კარგ მებრძოლად აფასებს, ძლიერი ხელებით, გამორჩეული მენტალიტეტით და მუდმივი ზეწოლის უნარით. აღნიშნავს, რომ დარტყმის მიღების შემთხვევაშიც კი ილია სიმშვიდეს არ კარგავს და სწორედ ეს ხდის მას მართლაც ძლიერ სპორტსმენად. ეს ის მომენტია, შეუძლებელია, რომ სომეხ მებრძოლს არ დაეთანხმო. მართლაც. ილია ტოფურია UFC-ში არის თანამედროვე, სრულყოფილი მებრძოლის ნათელი მაგალითი. ის კომბინირებული ფაიტერია, რომელსაც შეუძლია ბრძოლა როგორც დარტყმებში, ისევე ჭიდავში. მისი დარტყმა ძალზე მძიმე და ზუსტია, განსაკუთრებით მოკლე დისტანციაზე, სადაც ცივი და გააზრებული კომბინაციებით მეტოქეს შანსს არ უტოვებს. ტოფურია სრულ კონტროლს ამყარებს და ტექნიკურად მშვიდად ამთავრებს ბრძოლებს. ოქტაგონში ილია მენტალურად ძლიერი და უკომპრომისოა. ის არ ჩხუბობს ქულებზე, ყოველთვის გამარჯვებაზე მიდის. სწორედ ამიტომ ითვლება დღეს UFC-ს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და ქარიზმატულ მებრძოლად, რომელიც დივიზიონში ახალ სტანდარტს ქმნის. თუ ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყურადღებისთვის.